ძველი ბიჭი ხარ? ვიყავი, ანუ ვაზანზარებდი თავის დროზე. ყოფილ ხარ ისე? არ მეტყვა, ანუ არა, ყველას უდგას ალბათ ცხოვრებაში ეგ მომენტი, რომ აი გაუვლია, რომ რამე ვიქნებოდ. რაღაცაი რომ დამდგარა და უცდია, არა? არა, არც მიცდია, მაგრამ ფილმის გამთავარ. ისეთ ბატონო. კაი, მოგესალმებით, ხალხო. ვიწყებთ ჯიმიდან იკოს და დღეს სტუმარი ყავს. მე მგონი პირველად, თუ არ არის პირველად. არა, ძალიან იშვიათი, რამდენჯერმე ყოლეს და დინოზავრების გადითვლება თუ არა, მაგრამ არა, შოთა ყავდა სტუმრად. გორგილაძეა მოკლედ ჩვენი სტუმარი, ჩემი სეხნია და ძალიან მიხარია რომ წერალი, ჟურნალისტი, ოქროს პლუს მფლობელი, თუ რასაც ახით, თქვენი ერდები იმას. ოქროს ვერ ყოი, მაგრამ ერთულ რაღაცაში გამიზრდება და უბრალოდ. ყოფილიყო ესე ვიტყო, რომ ჩემთან არის. ნუ გადავადნობდი არ ვიცი, მაგრამ ალბათ გავყიდდი. იხიდა ვინ? ვის აქვს საქართველოს მაგნეტი, რომ ოქროს ბუ იყიდოს მაქსიმზე. ბიძიაშვილი ყიდა და ქართველებს გამოსცემდა რაღაცა ეგეთი, ხო? თუ გაგიჟდა შექმნა რატო არის დათო გორგილაძე აქ, ანუ რა მიზნით მოიყვანეთ? მე მაგ რეალურად იცი რა მომენატრე დათო, ჩემ მეგობარი დათო გორგილაძე მომენატრა და ნახან ესე არ გამოჩნდა 1 საათი რომ ხელში ჩამეგდო და დამსწარიყავი და გველაპარაკა, აი ესე და ხუმრობ, მაგრამ არც ხუმრობ, რა მეთქი რა ვიცი, კაი იქნება რომ გორგილაძე მოვიდეს მეთქი და ვართ აქ. პროტოკოლური მადლობა უნდა გადავიხადო, მაგრამ მართლა გულწრფელია ეს მადლობა რა, შემეძლო მე ხუმრა ბანძურად რომ ჩავიდგე. რაღაცა პატივია. ვისთან იქ ინტერვიუს? ვისთან რას როგორ არის ამბავი, იცი? რაც დაიწყო ეს ამბები, დიდად ხალისი არ ვიცი თქვენ გაქვთ თუ არა გადაცემის კეთების ხალისი. მაგაზე ვილაპარაკია. ჩვენ დიდად არ გვაქვს, მაგრამ ორი გადაცემა გავაკეთეთ მაინც. და ვთქვით რომ თუ არის მეტნაკლებად რაღაც პროტესტთან კავშირში უნდა იყოს ან იმ ადამიანებთან ვინც არიან ამ პროტესტში მე მგონი ყველა მაგრამ ნუ ერთი გავაკეთეთ ზვიად რატიანთან და მეორე ლევან ღამბაშიძესთან და ორივე გამოვიდა კარგი კიდე ორი გვაქვს ჩაფიქრებული და თავს თუ მოვაყავ ხო აღარ გვაქვს ეგრე გაწერილი რომ რა არაფერი აღარ არის ეგრე გაწერილი და ეს რაღაც ჩვენი გადაცემა. კი, ეგ მეც ჩვენს გვილაპარაკია მაგაზე, რომ აი ვერ ვიღებთ ამ ახალ ნორმალურობას, ხო? აი რაღაც დრო ღმერთმა დაიფაროს, რომ მე აი ეს რეალობა რაღაცნაირად მივიღეთ, ხო? მე იქ მოძებნი რაღაც ენერგიას და ისევ რუტინად აქცევ ამ ჯერ ვერანაირად, აი ვერაფერს ვერ ვაკეთებ მე პირადად. აი ყველაზე მარტივი რაც იყო, რომ აი გულს გადავაყოლებდი, იყო კითხვა. შაბათ კვირას, რომ ვეღარც მაგას ვაკეთებ. აი რა არის იცი? იმსაც ვეღარ უყურებ. კი, აი რაღაცისთვის დამჭირდა და აი ოდისეას კითხვა დავიწყე, აი ჩხენკელის და იმის. აი საპროტესტო აქციების დაწყების წინ. და აი გახურდა მაშინ დაიწყო ეს 28 და 8 და ატყდა. თან ეს ჩვევათ მაგ რომ დიდი ტექსტიც არ არის, წაკითხული გაქვს, ნაცნობია. ვერ გადავდე გვერდზე რომ აი აღარ წავიკითხო. დავიწყებდი კითხვას იქ რაღაც საშინელებები ხდება, გადავდებდი და აი როგორც ის ოდისევსი წვალობს და იტანჯება რომ ვერ ჩადის და უკანავო, აი ესე ჯახირით და რაღაცნაირად ის ტექსტი დამამთავრე და გადავდე გვერდზე და აი ვეღარ ვკითხულო, ვეღარ წერ, ვერაფერს. ნუ ახლა ოდისეა დაამთავრე, მაგრამ შენი ოდისეა არ დამთავრებულა. ჩემი ოდისეა. Sorry. ჩა. და აღარ გაინო. მაგრამ არის შენი აზრით ეგ რისკი რომ ეგ მოცემულობა მივიღოთ. ვიღაცები ალბათ მიიღებენ შეიძლება. არა, იცი რა არის, ადამიანი ისეთი არსება არის, რომ ბოლოს შეეგუება ამ ამბავს, ხო გეუბნები ისე დაგვიფაროს და საბჭოთა კავშირში ვიცხოვრეთ და იქაც ხალხი ცხოვრობდა, მუშაობდა, რაღაც ინტერესი ჰქონდა და რაღაც აი ჯერ ვერ ვიღებთ ჩვენ ამ იმას, ხო? მე არ მიცხოვრია საბჭოთა კავშირში. ანუ იცი რა. მაგრამ დაბადების მოწმობა მაქვს საბჭოთა ანუ სულად აწერია წვანე რომელი გოდა 90. ამასინა შემთხვევით აღმოვაჩინე. მართლა არ დამიგუგლავს რა რაღაც საზღვეძებდი მოთხრობას და ვერ ვიყო კომპიუტერში ვიფიქრე ინტერნეტში იდება თქო და აღმოჩინე რომ გავუკეთებთ ჩემი ვიკიპედიის გვერდი. დრო გითხრა რომ არ მესია მოუნა მოგატყუოთ რა. არ მესია მოუნა. და მეთქი წავიკიდე რა წერია. ბევრი არაფერი არ წერია, მაგრამ იმაზე მეტი წერია, საიდანაც არის გადმოკოპირებული და უმუშავია ხა. ხო, ფოტო არ არის. გაითვალისწინეთ. და ჩამოვყე მე აი ხო იცი სკოლიოში
სკოლიოში რო წერია რაღაცა ისეთი სტატისტიკები. დაიბადა რაღაც და წერია საქართველოს SSR. საქართველოს SSR. ხო, SSR მართალი. ხო და აი გამიტყდა მაინც. რა ხა ეგრეა, მაგრამ ვერ გამოვასწარი რა. შენში ვერ მოყალი საბჭოთა კავშირი. ვერ ჩემში ვერ მოყალი. ვიკიპედია ვიღაც იცი რა არის? მე მახსოვს ეროვნული ბიბლიოთეკიდან მგონი თვითონ გიორგი კეკელიძე მომწერა წლების წინ. ეროვნული ბიბლიოთეკის საიტს აქვს, ის საიტი არის კი ბიოგრაფიული ლექსიკონი. ხო და იქიდან როგორც ჩანს ეს ვიკიპედია და აკოპირებენ და მე შეიძლება რედაქტორები ავსებენ რაღაც. ხო. ბაზისური ტექსტი ალბათ იქ არის. კი, დავაკვირდი და მე რაღაც გადავედი და იქაც. ხო ცოტა ისე გამოგდით. ოფისის სერიალი ნანახი გექნებათ ყველას და მაიკლ სკოტი აკეთებს ერთხელ რაღაც ღონისძიებას და კითხულობთ რომ YouTube-დან არავინ არ მოვალო. ანუ აკეთებენ რა შეიძლება მიხვიდე აპირდოის ფოტო. მაგისტრის არის რომ ხო, მაგრამ მე მგონი როგორ არის იცი? ვინც გააკეთა იმან თუ არ დაგიდასტურა სრულებას რომ შეიტან ისევ არა? შენ რა რომელი საბჭოთა კავშირს ვერ გამოასწარი, რომელი გოდავარო რა თქმა უნდა. 90. რატო დავიწყე? ხო და მე ამის ლაპარაკი არ ვიცი. არა, ნუ ახლა რომ ეს მარტო რომელი გოდავარო ვიკიპედია უკვე არსებობს და ამის ხაზი. მეც ანუ ხაზი გავს რომ 55 იმიტომ თქვი რომ 55-ში ვსწავლობდი რა ანუ მაგას მე მგონი სხვანაირად არც ქვია 55 რომ აი შისტოიც არა მე 6 სკოლა მგონი შისტო. ნიკო იმ დროს ესეთი ლექსიკა იყო და ესეთი ლექსიკონები იყო რომ იტყოდი აი მაგალითად ტიპი მოდის და რა მაგარი პლაშიაცვია ყველა მიხვდებოდა რაზე იყო ლაპარაკი ეს თეთრი ეგეთი და რა მოდი ლაბადააცვია რაღაცა იტყოდი რა ლაბადა პლაში აი ლაიკის პლაში ლაიკა პრიალა არის ხო უფრო შედარებით ეს თხელი ტყავი კაია ნუ ერთი პერიოდი იყო ძალიან აი დუბლიონკა კანადური ლაიკის მე ბახში დამცი ფანაირი და ეხაც მახსოვს რომ სე პერანგი თქვა პერანგიო საროჭკის ნაცვლად ხო მე ესეთ ძალიან მოხართული ოჯახში ეხლა რა ეგეთი კი არა ვარ მაგრამ ენათ მეცირატო პერანგი ალბათ მათ თქმაში პერანგი მაინც ღამის პერანგთან ან შეიძლება რა ვიცი 5 წლის ბავშვები იყვნენ სოროჩი უნდა გეთქვა ნუ ნიკო დაზიანებული არის ენათ მეცნიერების და ფილოლოგების ოჯახში აკასტილი და ამიტომ თავი დაუსხლტე და ამიტომ ამბობ ესე რუსულად რომ მე ჩემი პიროვნება ვარ მე თვითონ ცალკე ვარ ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრებ. სოროჩი კორობი ეგრე წამოვიდა ხო ეს? ეგრე წებულ კარობებს. ხო ალბათ ხო ჩვენ არ ვამბობთ. მაგრამ იმას რომ მოუბრუნდეთ ანუ ახალი ნორმალური ჩამოყალიბებაში და შეგუებაში ის გიშლის ხელს რომ ხო არის აი პროცესია რაღაც გარდამავალი პროცესი რომელიც სადმირის კაცშულმა არ იცის და ხარ ესე და რაღაც მოლოდინში ხარ რომ ახლა გაგრძელდება რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ესე რომ საღამოს საათზე გამოდიხარ რუსთაველი გადაკეტილია ხალხი დგას შუაში მასში ჩატარდა რაღაცა, ამასობაში კიდე რაღაცა მოხდა, რომელიც წინასწარ ვერ განსჭვრეთ, რას მოიფიქრებს ქართული ოცნების ხელისუფლება. შეიძლება ჩემი ერთ-ერთი ვარდი იყო, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება რო ქართული ოცნების ხელისუფლება. უფრო ის არის. კი, ნუ არა, მოსულა რა ვისაც როგორ უნდა, მაგრამ ყველას თავისი ის აქვს, ხო? მაგრამ შეიძლება რაღაც მომენტში შემოიღონ კანონი პრიმა ნოქტას შესახებ, რომელიც არის პირველი ღამის უფლება და დაწერა, რომ აი ბიზნესმენს ხო ეკუთვნის. და მე ყველა ეტყვის რომ აი როგორ შეიძლება ეს და მე რომ დაგამონათებე რომ არ მართლა ხო არის ამის ის კაცი არ არის ამის გამკეთებელი ის იქნება რა უბრალოდ ხო არის იზამს მაგრამ იცი რა არის აი სწორი მიმართულებით უკაკუნებ ადრე რომ ეს ხუმრობა იყო ბევრად უფრო იცი რა არის ხო აი ველურობა არის და მიუღებელია მაგრამ უყურე დაახლოებით მაგ მასშტაბის პრობლემა არის, როდესაც აი სრულიად საზოგადოება რაზეც არის შეთანხმებული, აი იმის გვერდზე გადაწევა ხდება და ისეთ გადაწყვეტილებას იღებენ. აი ახლა ყაველაშვილის პრეზიდენტობა რატო იყო ეგ შოკის მომგვრელი, ხო? ყველა შეთანხმებული არის, რომ რაღაც პრეზიდენტს ან ლიდერს ერისას, ქვეყნისას, ხო? რაღაც უნარები უნდა კონდეს, რაღაც გამოცდილება უნდა კონდეს. ტიპის ერთადერთი მახასიათებელი იყო, რაზეც თვითონ ბატონმა ბიძინამ ილაპარაკა, რომ რაღაც ქართული ჰაბიტუსი აქვს. ხო. აი მხოლოდ ეს იყო. აი ნებისმიერ კანონსაც რო იღებენ ახლა ეს შორს ვარ წავიდეთ აი ეს რო არის კატეგორიული იმპერატივი, ხო, ნებისმიერ გადაწყვეტილებას რაღაც მორალური საყრდენები უნდა კონდეს, რომ ეგრე მართლა შეიძლება ეგ პირველი ღამის და ისა უმრავლესობა აქვს და კანონს მიღები და ის იქნება კანონიერი იქნება. ან აღადგინონ როგორც ადრე იყო სიტყვაზე იმ
ვახტანგ მე-6-ის იმ სამართლამდე რო იყო, რომ ნებისმიერი ასაკის გოგო შეიძლებოდა ეთხოვა კაცს, ხო? უყრის ესა საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს კანონს და ეს ფორმალურად ყველაფერი დაცული იქნება. მაგრამ ხო რაღაც საყრდენი უნდა კონდეს, არა? ხო, მაგრამ ეგ მორალური საყრდენი მე მგონი პრინციპში ეხა კი ალბათ კომიკურად ვლაპარაკობთ ამაზე, მაგრამ პრინციპში ხო გამოცლილი აქვს ეგ მორალური საყრდენი. ხო, გამოცლილი აქვს. აი ყაბელაშვილის პრეზიდენტობის შემთხვევაში ხო ორი ვიღაცები ვარაუდობენ, რომ აი რატო აირჩია ყაბელაშვილს მართლა ჰაბიტუსის გამო ხო არ აირჩია. ვიღაცები ამბობენ, რომ ძალიან პრაგმატული ის ქონდა რა ქვია მიზანი, რომ ყველაფერს შეასრულებს რა, რასაც ეთქვის და მინიმალურია იმის შანსი, რომ ინსტიტუცია როგორც ასეთი ბუტაფორიათ აქცია გააუქმა. კი, მინიმალურია იმის შანსი, რომ ამან ეს რაღაცა შეეწინააღმდეგოს, იმიტომ რომ ცუდი გამოცდილებები ქონდა. ნუ მე ვიღაცები ფიქრობენ, რომ ეს არის იმის დასტური, რომ ეს კაცი აჩვენებს აბსოლუტურ ძალაუფლებას, რომ რაც მინდა, აი ჭიქა, რო თქვა, რომ ჭიქა რატო არის ცუდი პრეზიდენტი. ბევრი უფლებამოვალეობა არც აქვს პრინციპში. შეწყალებით ეხა ვინც აიღებს ხელს შეიწყალებს და უნდა აიღოს ფიქსეულმა თორის ჩაკუჩის და იყოს რა პრობლემა. აი მაგის დემონსტრაციაც მგონია. შეიძლება ორივე ერთად არის. კი, სურვილები იგივე ქონდა იმ 2019 წელსაც სიტყვაზე სალომე ზურაბიშვილი რო შეარჩია. სურვილები რომ ისიც მორჩილი ყოფილიყო, მაგრამ მაშინ ამ დონეზე არ იყო დასული ეს სიტუაცია, რომ აი ყველაფერი შეგიძლია გვერდზე გადაციო, აი ეს მორალური საყრდენები და რაღაც საზოგადოების შეთანხმება და აი ვინც გინდა. უკვე შეგიძლია, უკვე შენ თავს აძლევ ამის უფლებას. ნებისმიერი. აი ხლა ეს ყაველაშვილი ხო შემთხვევითი ტიპი არის, არა? აი შემთხვევითი ტიპი არის. ყაველაშვილის მაგალითში აი იგივე დიტო სამხარაძე შეეძლო დაენიშნა, ხო? ნებისმიერი შეეძლო დაენიშნა. ნებისმიერი. ხო, აი მიზანი ის არის, რომ ეს ინსტიტუცია როგორ დისკრედიტებულია, იმიტომ რომ ეს ტიპი დაუნიშნე, უნარები არა აქვს რაღაცნაირად, რომ გადაუბრუნდეს ტვინი და რა საგარეო პოლიტიკა უნდა აწარმოოს და ვისთან უნდა დაამყაროს ურთიერთობები და რა პრობლემები უნდა შეუქმნას. აი ყველანაირად. ეს არის ყველაზე ცუდი. აი ეს არის ამ ახალ ნორმალურობას გვახვევენ თავს, ხო და ეს ჯერ ჩვენში იწვევს შოკს. აი ამას მე რაღაც დროის მერე ხო ისევ და ისევ დავაკაკუნებ. მე რაღაცნაირად ახლა ვერ იცხოვრებ სულ. აი როგორ გითხრა, იმ რაღაც პირამიდის წვერზე ხო, ცალფეხზე ვერ იდგები მთელი ცხოვრება. მე გინდა რაღაც ჩამოხვიდე და დაისვენო და დაეყნო რაღაცას და შესაბამისად ახლა ჯარში ყოფილი ვარ, ვიღაცა ციხეში ყოფილა და იქ არ მოუკლავს თავი და იქ უცხოვრია. ხო, აი ხა შალამოვი რო წერდა, ხო? ხა წარმოიდგინე იმას, რომ ის რეალობა არ მიეღო, ხო კი, სულ იწევდა მაშინ ეს განგას და უსამართლობის განცდას, მაგრამ აი ეს არ იყო რა, იმ პირამიდის წვერზე არ იდგა და ღმერთო ჩემო ეს რა მჭირსო. მიიღო ისა, ეს ახალი ნორმალურობა და მე ამაზე ახდენს რეფლექსიას, ხო? ჯერ ჩვენ მაგ მდგომარეობაში არა ვართ და იმედი არც ვიქნებით, ის ხო? ანუ ისინი მიიღებენ სხვა ნორმალურობას რა. ხო, მაგრამ შენ რასაც ამბობ, საინტერესოა ღმერთმა არქნას რომ ეგრე იყოსო, მაგრამ თუ ადამიანები მიიღებენ მაგ რეალობას, მიიღებენ აქ, თუ მიიღებენ ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ეგ არის კიდე საქმე რა, იმიტომ რომ ჩემი წარმოდგენით ქართული ოცნების იდეალური მომავალი არის მომავალი, რომელშიც დაცლილია სრულად ქვეყანა იმ ადამიანებისგან, ვინც პირობითად მარშებზე დადის. კი. იმიტომ რომ ეგ ხალხი თუ გავიდა ქვეყნიდან იდეალური მოცემულობა მაგრამ მეც ვიფიქრე არ არის სად გავა ანუ არ არის იოლი გასვლა ჯერ ერთი მთელ მსოფლიოში არის ტალღა ეს იმიგრაციის წინააღმდეგ ამერიკიდან დაწყებული გერმანიიდან და სულ ყველა მაგაზე არის ფიქრობ თუ გაქცევაზეა საქმე გარბი ხარ და სტულისთვის ამ ხარის გასაქცევისთვის ვარ რაღაცა ტიპი და გადავწყვიტე რომ აღარ მინდა არა გაქცევა თუ სად მივდივარ ანუ ვისად მელოდება რას გავაკეთებ ანუ ეგ ხო პირობითი ნათქვამი ეგ ბიურო იმაზე ტექნიკურ იმაზე ხო არ ვლაპარაკო ანუ მოცემულობას სად იღებს რო რამე ადამიანი შენ უშვებ იმის ალბათობას რომ ამ მოცემულობის მიღება ამ ვითარებაში შეიძლება ნუ ახლა არა რო რამე მეთქი კი რა სადაც ჩალამოვი შეეგუა იმას რომ საბჭოთა კავშირი უსაშინლესი ქვეყანა იყო რომელიც იდგა ტყუილზე და ძალადობაზე ხო და რა უნდა მოხდეს რომ ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეეგუოს მე მივედი მაქვს რომ არ შეეგუებ გეტყვი რატო ვფიქრობ რომ ვერ შეეგუებ აქამდე მე რაც მინახავს პროტესტები ყველა პროტესტი მეტნაკლებად იყო შემდეგნაირი რომ არ მომწონს ეს და ეს ან შეცვალე ეს ყველაზე მეტად რაც მხიბლავს ამ პროტესტში არის რომ
ადამიანების უმეტესობა ვინც იქ დგას, მე რასაც ხედავდა ვამჩნევ, ყველაზე კი არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მასა არის ახლა, ხან რომ ბევრი დგას, ხან ნაკლები, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა მე მგონი მივიდა იმ წერტილამდე, რომელშიც ამბობს, რომ განა ეს არ მინდა, ან ეს მინდა. კი არის მოთხოვნა, რომ ახალი არჩევნები და გათავისუფლება. მაგრამ მათი რიტორიკიდან ჩანს, რომ მივედით იმ წერტილამდე, როცა სხვანაირი ქვეყანა გვინდა. ანუ აქამდე ხო იყო, რომ აი ლიდერი, ეს კანონი შეიცვალოს, ეს არ მომწონს. ახლა ხალხი ხვდება, რომ სხვანაირი ქვეყანა გვინდა საერთოდ. და ის რომ ოპოზიციის ლიდერები ჩაჩოჩებულები არიან, ჩემთვის ეგ არის მანიშნებელი, ასე მგონია. შემდეგი რაღაც ის რომ დგება ამ ქვეყანაში მომენტი, როცა აი სანამ რაღაც კოალიციური მთავრობა იქნება, მანამდე ხვდებიან ტიპები, რომ ისინი იქნებიან დაქირავებულები. აქამდე არც ერთი ხელისუფლებას ეგ განცდა არ ქონია. არასდროს, იმიტომ რომ ყოველთვის მიიჩნევენ, რომ აი არჩევნებში მოიგო ვიღაცამ და ეს არის 4 წლიანი გაპარპაშება ბოლომდე, რა ჩემ პროცესი მე შემქმენი, მე მოგიყვანე, მე გატარებ, მე ვიყავი მაგ პროცესში. ეხლა თქვის ხალხი ეუბნება, რომ შენ დაქირავებული, ეხლა ხარ გვერდი ჩაწეული და ჩვენ თავზე გვაქვს აღებული. ამიტომაც მეც იქნები დაქირავებული და შეგეშლება და ყოფას გიტირებ. კი, მე ვერ ვიზიარებ მაგ ოპტიმიზმს. რა ყოფას უტირებ რანაირად ის არა ახალ პოლიტიკურ არა მეც მაგ განცდა რომ ახალი რესპუბლიკა იბადება და ახალი ის იქნება ურთიერთობები და ახალი კულტურა პოლიტიკური. იმას შეიძლება მაგის განცდა ძალიან ჭკვიანურად ამბობდი და გავიმეორებ ან ჯიმის ნათქვამს ვიმეორებ და საკუთარ ძალას ვასახებ, მაგრამ ნუ ისე არის ვითარება რომ თქვა 2 თვის მერე რაც არ უნდა მოხდეს, უმეტეს შემთხვევაში მე უკანა ურემი რო გადაბრუნდება, იტყვი რა ეს ხომ მოსალოდნელი იყო. რა თქმა უნდა რომ აქეთკენ მიდიოდა ყველაფერი მოვლენები. იმის და მიუხედავად რომ შეიძლება აი ცუდის და კარგის მოხდენის ალბათობა არის ძალიან მაღალი ორივეს. აი ეს კვანტურ მექანიკაში არის ესეთი რაღაცა, რომ აი ერთდროულად შეიძლება ორი რაღაცის რადიკალურად ცუდი ან რადიკალურად კარგი. აი ორ კარში შეიძლება გაიაროს ელემენტარულმა ნაწილაკმა, ხო? ახლაც ესე არის, აი რაღაცნაირად ცუდი და კაი გამოსავალი აი ორივე მაღალი ალბათობით არსებობს. აი რაღაც დრო რო გავა, ხო? აი როგორც არ უნდა დამთავრდეს. არ გექნება იმის განცდა, რომ აი რაღაც ისი არ გაკეთდა და ამიტომ მოგვივიდა ეს. გექნება განცდა, რომ აი ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ აქ მოსულიყავ ცუდით და კარგით. აი ამდენი კაი ადამიანია გამოსული ასეთი სწორი პოზიციით, ასეთი ნებისყოფით, სიჯიუტით და აბა რა გვეგონა, რატო გვეპარებოდა ეჭვი, ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა, ასე ვიტყვით და ცუდად თუ დამთავრდა, ხო? ნუ აი ესე კონსოლიდირებული იყო, იმხელა ფული ქონდა ივანიშვილს, ისე ყავდა ეს, რა ვიცი, აპარატი შეკრული გარედან რუსეთის დახმარება, იქიდან ინსტრუქციები, რომ აი რისი იმედი ქონდა. ან შენ ამბობ ხარ, რომ ორი გამოსავალია და არ არსებობს მეტნაკლებად და ესა არ არსებობს. არა, ეს ერთნიშნელოვანი ამბავი არის, რომ აქედან ან ისინი, ან ესენი, ესე აქ ისა, ცოტა ეს არ იქნება. მithumetes რომ ყოველთვის ვცდილობ რომ კავკასიურ ტყვექალში რო არის ისა, ხო? ან ზაკში, ან პროკურატურაში. ეგ ამბავია. ისე წერა რომ მეც მიფიქრია მაგაზე, როგორი საზოგადოება უნდა სიტყვაზე ბატონ ბიძინას. ყველა ქოცია და ზოგიერთი პოლიცია. აი იდეალური არის ეს. ხო, შეიძლება. კი. მაგრამ აი ხან ის ხარ, თქვენ ნაკითხი ხალხი ხარ. განაცლებული. შენ ნაკითხი კაცი ხარ, შეგიძლია მიმართო ჯიმისთან. ბუები და ნაკლებად. ბუდა, ფრინველები. ანუ რაღაც ლიტერატურა ვიცით პირობითად ავტორიტარიზმზე, დიქტატურაზე. თუ გინდათ მხატვრული, არა ისტორიული. ან კარგით ისტორიული რაღაც მაგალითები ვიცით. ფილმები გვაქვს ნახე მხატვრული. მან ხო ორი სცენარია ხოლმე. ერთი ის რომ ეხა აშკარად დრამატულ კულმინაციაში არის, ხო? ეს ქვეყანა კულმინაციაში ვარ. და ორი სცენარი არის ხოლმე, რომ ან აი ამ ბოროტების საყრდენი ხალხი მიხვდება, რომ რას ვაკეთებთ, ან ვიღაც ან უცაბედად იშლება ერთი რაღაც მარტივი იმის გამო, ხო? მიხვდება ვილანი, ან ვილანის თანაშემწერო რა ხდება? აი თქვენ უფრო რომელს ხეთ? მე არ მგონია, რომ ივანიშვილმა
მოახერხა და თავის გარშემო აი საცერში გაატარა და ყველაზე ეგრეთ წოდებული სპასობნი ტიპები დაიტოვა, ყველაფერზე წამსვლელი. აი ნეგატიური სელექცია, მთელი ეს 12 წელი არჩევდა ტიპებს, აი საიდან დაიწყო? ყველაზე ცუდები დაიტოვა. და ანუ შესაბამისად ძალიან დაბალია იმის შანსი, რომ ეს ხალხი რაღაც გონს მოეგოს და კათარზისი გაიაროს და ისა. ანუ გამოდის რომ ისევ ხალხის იჯიუტეზე დგას ეს ყველაფერი რომ ბოლომდე და აი სად უნდა გაწყდეს მეთქი ზღვარი აი რო შევხედოთ რომ ვითომ ფილმია რა უნდა მოხდეს ისეთი რომ ჰოპ თქვა სამკაცმა რომ წავედი კი აი კონდენსაცია რო დაიწყოს ესე ჰაერი წვიმა როგორ იწყება არის გაჯერებული ხო ორთქლი და რაღაც მტვერის ნაწილაკი და უცბად ჩამოიღრება აქ რთული სიტუაცია გაქვს ჩვენ ვართ არაორდინარულ ვითარებაში იმიტომ აი რუსული ზღაპარი რო არის კაშეი უკვდავი ხო ესეთი რაღაც სისტემა შექმნა აი არ არსებობს ტკივილი რომელსაც გომელაური კობახიძე დინარაძე აი არ არსებობს ესე იგი ტკივილი რომელსაც აი მათთვის მიყენებული ტკივილი რომელსაც ივანიშვილი ვერ გაუძლებს ხო აი როგორი რაღაცა არის ხო აი ის იქ არის სადღაც წარმოიდგინეთ ივანიშვილი რო იყოს თვითონ თანამდებობაზე და ყოველი დღე დილას მოდიოდეს მთავრობის კანცელარიაში კაბინეტში ძებოდეს თუ რაღაც თავდეს და იწყებდეს მუშაობას 100,000 კაცი ქუჩაშია როგორი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ეს ყველაფერი მას არ აქვს ხო აი როგორი რაღაცა არის ის სადღაც იქ კვერცხში რაღაც ნემსი დევს და ის ნემსი უნდა გადავტეხო აი ივანიშვილი არის სადღაც და თან ისიც არ ვიცი ხან აქ არის სოლოლაკიხში, ხან აბასთუმანში, ხან ჭორილაში, ხან ურეკში, ხან სად. აი გარიდებული არის. აქ მიდის პროცესები, რომლისგანაც ის ჩამოშორებულია. ემოციურად ის ჩართული არ არის, გამოფიტვის ის მას არ აქვს. აი ძალიან რთული ამოცანა არის. აი მე როგორც ყოფილი ფიზიკოსი, ერთი განტოლება გვაქვს ორი უცნობით, ხო? აი ძალიან რთული ამოსახსნელია, ხო? ორი განტოლება ორი უცნობით ძალიან იოლი არის. ხდებს ესეთი პრობლემების გადაჭრა უწევთ რაც ასევე რთულია ხო რომ თავისთავად რომ გაჯიუტდება კაცი და რაღაც შექმნის ამ მანკიერ სისტემას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს ზოგადად ძნელი დასამარცხებელი არის აი ნებისმიერი ორბანი აიღე ხო სიტყვაზე ავტორიტარი ლიდერი არის შუაგულ ევროპაში არის რაღაც ტრადიციები რაღაც გავლენები და აი ვერცვლია ხო ის თვითონ სვლის კანონებს რაღაც ლავირებს და აქ ჩვენ ბევრად უფრო რთული სიტუაცია გვაქვს. იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს ისეთი სისტემები საბოლოო ჯამში მაინც ხო სტრუქტურებამდე და იქამდე დადის ინსტიტუტები მოსყოთ. აი თქვა ხა გაფიცვასთან დაკავშირებით როცა მარტო მოსპო არ არის ზოგი რაღაცა არ შეგვიქმნია თავიდან და ზოგი რაღაცა წინა ხელისუფლება მოსპო სპეციალურად ხელში შეუშალა რომ ჩამოყალიბდა. ხო, რასაკვირველია. ხა სასამართლო მანკიერი სისტემა ამათ გააძლიერეს, მაგრამ არ დაუწყია ქართულ ოცნებას, მანამდე იყო დაწყებული და მეორე სულ ყოველდღე ხდება პლაკატები, რომ გაიფიცებთ ხო, გაიფიცე ის რატო არ იფიცება, ეს რატო არ იფიცება, მე გავიფიცე პირადად. გაფიცვა არ ხდება თუ პროფკავშირები არ არსებობს. ფაქტობრივად გამორიცხულია. ან პროფკავშირები თუ არა, რაღაცა კომიტეტი, რაღაცა ორგანიზაცია სისტემურად თუ არ არის, ვერავინ ვერ გაიფიცება. არ არსებობს ეგეთი რაღაცა. რაც გუშინ იყო 3 საათიანი გაფიცვა. ეხლა დიცილად მე ვფიქრობ რომ მაგათ ჩემი აზრი იყო და მე ვაკონაცვლიშვილს ეწერა რომელსაც გაფიცვები და რაღაც ერთ ჩემზე და ბევრზე კარგად ესმის და ნუ ისიც ხუბობდა რომ გაფიცვას ამას უნდა დავარქმოთ რომ რაც უფრო სიმბოლური აქტი იყო ვიდრე რამე სხვა იმიტომ რომ გაფიცვა არის მტკივნეული და რთული პროცესი რომელიც თუ რაღაცა ორი ფილიალი აქვს კომპანიას ან ყველანი ერთ ოთახში არის ხედან ფაქტობრივად შეუძლებელია იმიტომ რომ ვიღაცამ ცენტრალურმა ჯგუფმა უნდა გითხრას რომ ჩვენ ახლა ყველანი ამას ვაკეთებთ მოგწონს არ მოგწონს ან გაფიცული ხარ და ან მაშინ იბრძვი ამის წინააღმდეგ და მე თუ სადღაცა სიტყვაზე სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობ და შეიძლება ჩემთვის გულში გადაწყვეტილი მაქვს რომ აი რაც გინდა მოკლედ რა თავს გადავდებ არ შევჭამ საჭმელს და იმდენად არის ჩემთვის ეს მიუღებელი მაგრამ მაინც მაკავებს ის რომ მოწამე ხო არა ვარ ანუ ვეწამები თუ საჭიროა მაგრამ ტყუილა ხო არ გავაკეთებ მაშინ ყველა თუ არ გაიფიცა ინდივიდუალური გაფიცვა არ არსებობს ეგ არის რაღაცა რაც სხვა არის შენ ტერმინოლოგიაზე ვლაპარაკობ ტერმინოლოგიაზე ვლაპარაკობ არსზე ვლაპარაკობ ის კი არის რომ გაფიცვის ტერმინი წმინდა ჩემთვის თუ არ არის მაგრამ ვერავინ ვერ გაიფიცება თუ ერთად არ შეიქმნენ და ის არ გააკეთეს ბევრი ამბობს რომ იდეა შეკრეს ხო რომ დასავლეთში ჩავდივარ და ხშირად გვხვდება რომ გაფიცვები არის სოციალური მოთხოვნებით ის
და ხალხი იქ უფრო სხვა ხალხი არ არის პროკავშირები ყავთ რომლებიც ხედან და მაგათი საქმე არის რომ მოიფიქრონ რომ ეს კონტრაქტი უკეთესად თუ ის პროკავშირი არ იყოს ან თუ ის მასახელი და არ იყოს პროკავშირი არის კომიტეტი მუშაკთა გაერთიანება რაღაც ვიღაც ტიპები რომლებიც ერთ ოთახში იღებენ გადაწყვეტილებას და უფლებამოსილნი არიან სხვების მიერ რომ მაგათი გადაწყვეტილება სხვებისთვის არის სავალდებულო არც სოციალურ საქმეზე და არაფერზე უბრალოდ არც გერმანიაში და არც საფრანგეთში არანაირი გაფიცვა არ იქნება იმიტომ რომ ცენტრი ტიპი გჭირდება რა რომელიც ამ ყველაფერს აორგანიზებს. ხო და შენ ხედავ მეთქი აი ამ ვითარებაში რომ შეიძლება ამ პროცესს ბონუსად მოყვეს რაღაც მსგავსი რამეები. ანუ უნდა მოხდეს. თუ იქნება ცვლილება და იმედია რომ იქნება აი ამ რაღაც გამარჯვებას მოყვება პაკეტში მათ შორის გაძლიერება პროფესიული კავშირები. პროფკავშირები ეხლა ქაღალდზე არსებობს ტიპები არიან რომლებსაც რაღაც ჯერ კიდევ ხელისუფლების დროს იყვნენ პროფკავშირებში და ეხლაც არიან და როგორც ეხლა თვითონ ახალგაზრდები ამბობენ რომლებიც უფრო გულანთებულების საქმეში არიან ჩართულები სხვა იმეებით არ ახასიათებენ კარგად არ ამბობენ რომ ეგენი თქვათ პროფესიული კავშირების დაცვის სურვილით არიან ხოლმე აღტკინებულნიო და რა ვიცი ხა მოვლენებს რო შეხედავ გაიზიარება ახალგაზრდების პოზიციას იმიტომ რომ არ არის არაგონიული რასაც ისინი ამბობენ მაგრამ ყველაფერი მაგამდე დადის რა ხალხმა რაღაცა გადაწყვიტა ვინ არის ხალხი რა გადაწყვიტა იგივე გარეთ რო ხალხი დგას ხა შენ აქციაზე და მინახი ხარ რო ხალხომი შეიძლება მეორე დღეს Facebook-ზე ერთმანეთი დაკლან რაღაცა სულიად არ არსებითი ან არსებითი საკითხის გარშემო ხო და აი მან შეგეწინა აღმდეგები რა მე მგონია რომ ეგეთ რაღაცას დავაკვირდი რომ ის რომ აქეთ მხარეს აი კრებსითაც ჩვენი მხარე დავარქვათ რა აქეთ მხარეს რომ ჩვენ ვემიჯნებით ჩვენ მხარეს იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ რომ მეორე მხარე იყოს ხო რაც არის კი ბატონო პროტესტის მხარე ხო კი ბატონო პროტესტის მხარე ოღონდ ეგეც უნდა თქვა რაღაც ნაწილი დგას იქ რაღაც ნაწილი მხარს უჭერს და შეიძლება არ დგას რაღაც მე იდეურად იქ არის მე იმის თქმა მინდა რომ Facebook-ზე მაგალითად ვინც იბრძვის და იქაც რო დგას ერთმანეთს ჭამენ რო თქვიო ნათელი წერტილი ეგეც მგონია რომ მეორე მხარეს აქ რაღაც მორალურ საკითხებზე დავა მიდის და ეგ არის ადამიანობის ანუ მან ჩანს ჩემთვის ადამიანის მორალურობისა და ამორალურობის ზღვარი რა შენ რომ მტრადაღი ქვამ ვიღაცას რომელმაც ყველაფერი ცუდი გაგიკეთა ხო არ ვიცი ჯერსეთი გაშავებაზე იყო შენ გაშავებაზე ამდენი ხანი ქცემა დაგიჭირა სახეში გაპირში გაფურთხა გაწამა არც კი გაღიარებს პოლიცია არ მოვიდა დაგიჭირა ამბობს რომ ნაცი ხარ არადა იქ ხალხი დგას რომელიც რაცებს დღედაღამე აგინებს პარტიას და მაინც ფიქრობ იმაზე რომ მორალურია თუ არა ეხა იმათზე ესე ლაპარაკი ან ესე მოქცევა და მოდი ეს დავფაროთ მოდი ეს წავშალოთ იქნება აი ამის გამო არ ღირს და ხილული ბოროტება გვაქვს და რატო დავცინით იმაზე ეგ ჩემთვის აჩვენებს მორალურ მხარეს და ამორალურ მხარეს რა გაყოფილიზებ შენ დაობ ადამიანობაზე და ფიქრობ რომ მოდი სხვანაირად ვებრძოლოთ მათივე მეთოდებით ნუ ვებრძვით და ის ყველაფრით გებრძვის რაც ხელთა ყველაფრის გებრძვის და ეგ ძალიან ხილული ზღვარია რა. აქეთ არის საზოგადოება მთელი თავისი სიჭრელით, ვიღაცა მემარცხენია, ვიღაცა მემარჯვენია, ვიღაცა ესეთია, ვიღაცა ის როგორიც უნდა იყოს. როგორიც ზოგადად არსებობს. იქით არის ესეთი უფრო ერთგვაროვანი მასა. არ ვიტყვი ბრბოს, ხო? იქით არის ერთგვაროვანი მასა, იქით არის ძირითადად ქართული ოცნება. აი სხვა საერთო ნიშანი იქით მხარეს არა იმათ არ მოსდით ერთმანეთში არც კამათი არც უთანხმოება აი ოთარ ჭილაძეს აქვს ერთგან არ ვიცი ეს ადრეც თქვი თუ არა ხო აი ფეხსალანის რიგში საერთო გასაჭირი აერთიანებს ხალხს ისინი არიან რაღაც საერთო გასაჭირით გაერთიანებული აქ ყველას თავისი ცხოვრება აქვს ყველას თავისი მრავალფეროვნება აქვს როგორც ნებისმიერ საზოგადოებას ხო და ამიტომ ბუნებრივი არის ამ საზოგადოების ცალკეულ წევრებს შორის კამათი აი სიტყვაზე ჩვენც რო გვაკრიტიკებენ აი ან სიტყვაზე შენც დაგიწერენ კომენტარში რაღაც არ მოწონთ ხო ხლა ეს ბუნებრივია და ლოგიკურია სხვა ამბავია როდესაც იმ მასშტაბის ის პრობლემებს უქმნი შენს მოკავშირე რაღაც აქციას თუ ან პროტესტის მონაწილეს რომ საერთოდ ეთიშება ან შენი რაღაცნაირად პროცესიდან გაყავს და ამით გასუსტებს
აი ეს არის თვითონ არარაციონალური ქცევა, თორე ეს სიჭრელე და ერთმანეთში კამათი ნორმალური ამბავია. აი ახლა კონკრეტულზეც რო გადავიდეთ, აი ამ მაგალითიდან ნიკო მიცის როგორი ოსტატი ვარ მე გადასულების, ხო? აი ახლა ჩვენი ბაბლი, აი ახლა სულ ცოტა ხნის წინ გაიყო, აი რამ გაკო, ხო? აი ბაბილოში რო ქეიპობდნენ მოსამართლეები და თაფუთხებაზე და აქ ნუ ვიღაცამ შემოიხია რომ აბა რა პროტესტია გამწარებული ვარ და ყველაფერი მოსულა. მაგას გულისხმობ მორალურობის ზღვარზე. სამი წერტილი მაინც ვაქვს ნარაზე ალაპარაკი მოსამართლეები რესტორანში ქეიპობდნენ და მას შემდეგ მოყვა Facebook-ზე გაზიარებული კარტები ჩაუფურთხე კოდს და ჩააფურთხონ არის თუ არა ჩაფურთხებული ბევრჯერ ის ფურთხზე ლაპარაკი და შემდეგ იყო მართლა ვქნათ თუ არა ვქნათ თუ სწორია თუ არ არის სწორი. იყო რამდენიმე ადამიანი მათ შორის მე ხა შეფ ლუკას გქონდა შეხება შეფ ლუკასთან პირველ არხზე მაინც ორივენი შენ ვიცნობ კაცო ვიცით რომელიც განსაკუთრებით თავისი პროფესიიდან და იქიდან გამომდინარე რომ რაღაცა არ მიემსახურა რა სიტყვის ზარეული ჩაუფურთხეთო და მე ჩავაფურთხებო ხო არ იტყვის ნიკო ანუ მაგას ვამბობ რა რომ არის ხალხი ვინც ამბობდა რომ ეს არ შეიძლება და სხვები ამბობენ რომ არა ნახე იმათ სამაგიეროდ გაცილებით თუ არის რაღაცები გააკეთეს თქვენ რომ მომხარეთ ხო და ნიკო მომისმინე მაგას გულისხმობდი წეღა რომ ვამბობდი რომ მე მგონია რომ ის მხარე მაგაზე დავას არ დაიწყებდა რომ აი ეს ეხა სწორია თუ არ არის სწორი იქ მეორე მხრივ ადამიანი იცის სრულად არ მომისმენია რომ ზია ამაღლობელისთვის წყალი უნდა მოეწოდებინათ თუ არა საერთოდ დასაჭერი იყო თუ არა და იქ როგორც ექცეოდნენ არა ხო ბუნებრივია არც კამათობენ არავინ მაგაზე არ ყავდა როდესაც საერთოდ იმას სისულელეს უძახიან და არარაციონალურ ქცევას როდესაც აქ ისა მედია ეთიკაზე და რაღაც ქარტია მსჯელობს და არ გვია თუ არა ქარტი ისინი ყვდებიან სიცილით რომ ჩვენი მიზანი არის რომ ჩვენი პარტია რომელიც მოგწონს ჩვენი მთავარი მიზანი არის ამად გავამარჯვებიოთ და იქ შენ რაღაც დავარღვია იქ ეთიკის ნორმა იქ რაღაც ქარტია და ეს სასაცილოდ არ ყოფნით ამიტომაც არიან ის ფეხსალაგის რიგში ტიპები ხო და აქეთ აქვს მაგას და ეს კამათი ნორმალური არის. ეს არ არის ორდინალური ქცევა და ეს აი სასოწარკვეთაზე მეტყველებს საზოგადოების. შალვა პაპუაშვილმა რო გაიხსენა რომ ეს ლიეტუელების ის არის ქცევა არის. ეგ რატო გაიხსენა? ეგ რატო გაიხსენა და როდესაც საბჭოთა იმპერია იყო ერთი წამი კიდე გაწყვეტ ყველაფერს ხო აღხსნა ვინც მაიცაზე ლაპარაკი ანუ შალვა პაპუაშვილს ვინ არის კი არ აღხსნა მაგრამ ეწერა რომ ეს ჩაფურთხებაზე ლაპარაკი ესე რომ ლიეტუელური საქციელი არის და ჩვენო ქართველები ვარ და არა ლიეტუელები ვარ რამაც მე დამაბნია იმიტომ რომ არ ვიცი რაზე ლაპარაკი და რა არის რეფერენსი ხო მაგრამ მომატიანე ხო კახეთში იყვიან ხოლმე რა ჯამში ის გიქენიო ხო და მოგიბრუნებ ისევ გოდიში გაუპირდა იმას რა ლიეტუელური საქციელი აზე რა ხო და აი როდესაც საბჭოთა იმპერია იყო და ეს ბალტიის სამი ქვეყანა დაპყრობილი ყავდა და მთელი აღმოსავლეთი ევროპა დაპყრობილი ყავდა აი ხრაბალის იმაშიც არის ხო ემსახურები ინგლისის მეფეს ხო იქ არის რომ ამას აკეთებდნენ რა ოკუპანტებს უფურთხებდნენ და მეც იმას უშებოდნენ ახლა მე არ შევსწრები ვარ ჯარში რო ვიყავი ხშირად გვიწევდა ყარაულში სიარული ძალიან დამღლელია და რაღაცა და ასევე ახალგაზრდა ლეიტენანტი იყო რომელსაც ჩვენთან ერთად ხშირად უწევდა ვერ დისციპლინს ამბავი ვერ ქონდა და ნუ აშაყირებდნენ თან ეზიზღებოდათ რაღაც ის იყო და აი ჩაიში უფსავდნენო იმას ეს გამიგია ხო მე არ შევსწრები ვარ ხო ესეთი რაღაცეები პროტესტი ნუ აკეთებენ ამას ადამიანები ხო შენ ხო არ იცი ახლა მე შემიძლია მშვიდად მიმსჯელო მაგრამ ან მე თვითონ გავაკეთო ან არ გავაკეთო მაგრამ აი ვიღაც ტიპს იმ გამოშიგნულ მარშრუტკაში რო პირში აფურთხებდნენ ის თუ იტყვის რომ მე იმას უნდა კერტში ჩაუფურთხო ახლა იმას არ წუდები ხელში და შენ ამას რატო აკეთებ იქ ახლა იდგნენ აი მართლა ისორი ტიპი ვინც შეურაცხყოფის ქვეშ მოექცა და ნაწამები ხალხი არის ბევრი მათი აბსოლუტური უმეტესობა ვისაც მე ვიცნობ საჭმელში არ ჩაუფურთხებდნენ და სხვანაირად მოიქცნენ არა შეიძლება ვინც ამბობს იმას რატო უწუდე ყელში მე ხო მე ვამბობ იმას რომ როცა ვითარება არის ეგეთი და ვიღაც მშობელი დგას რომლის შვილსაც აგერ უსამართლოდ ემუქრება რაღაც 7 წლიანი პატიმრობა და ის მოსამართლე რომელმაც ეს მიუსაჯა იქ ქეიფობს მიუხედავად იმისა რომ უსამართლოდ აგზავნის უდანაშაულ ადამიანს ციხეში და მაინც აქეთ მხარეს მიდის მსჯელობა მორალურია არამორალური ადამიანურია ეს ამ საზოგადოების სიჯანსაღეზე მიუთითებს მეთქი
მხოლოდ და მხოლოდ მაგის თქმა. კი, ამაზე რო კი, რო აქ სულიერ ცულუნება არ არის ამაზე. კი, ხო. და მე მაგაში გეთანხმები, რომ შეიძლება მართლა ვისაც პირში აკურთხეს და სემეს და კატასტროფა და კაცმა არ იცის კიდე რა შეურაცხყოფა მიაყენეს, შეიძლება აი გუშინ ნახე მაგალითად ფოტო ადამიანის, რომელიც ამბობდა, რომ მე გახარიასგანო ეს დათვის ტყვია მაქვს. ახლა სულ ჩემთან იქნებაო, მაგრამ ჩემი სოლიდარობა მასო. წარმომიდგენი ახლა როგორ ეზიზღება მას გახარია გასაგები მიზეზის გამო. მაგრამ როცა ადამიანი აი ამ შინაგან ან მეტი ქრისტიანობა რაზე დგას გაკეთებთ რა აი თუ ამბობთ რომ სამშობლოები ეკლესიის ქრისტიანობა მეტი რაზე დგას ეს არის მიტევ ამაზე მეტი მიტევება რა გინდა აი რა შეიძლება იყოს მაგაზე უფრო ქრისტიანია ვიდრე მე მოკლა ხო აი მაგაზე უფრო ქრისტეს აქციელი რა შეიძლება იყოს ეს ადამიანებს ესე და მე კიდე ისინი ეძახიან ნაცებს ხო ისე აი ამ ბოლო დროს ეს მოსამართლეები ხო წამოვიდნენ წინ, იმიტომაც ხონდათ მოსამართლეების მიმართ, მაგრამ მოსამართლეები სულ ესეთები იყვნენ როგორც ჩანს, ხო? აი ეს რაც ეს დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ერთი მეორეზე უარესი მოსამართლეები არიან. ნუ არიან გამონაკლისები, მაგრამ მასა ძირითადი არის ესეთები, მაგრამ ახლა მოექცნენ ძალიან ამ იმაში რა, ყურადღების ცენტრში, იმიტომ რომ ბევრი საქმეების განხილვა უწევთ. ჩემთვის შოკის მომგვრელი არის. აი საბჭოთა პერიოდშიც მერე სულ მეგონა რომ მოსამართლე კი შეიძლება უსამართლო იყოს, მაგრამ აი რაღაც კვალიფიკაციის ტიპი უნდა, რაღაც განსაკუთრებული ტიპი უნდა იყოს. აი რაღაც სხვანაირი უნდა იყოს და რო უყურებ, ხო? აი ტიპები სრულიად სიცარიელეს და სიბეჭავეს ასხივებენ. აი მაგაზე გეტყვი. აი იმაში გინდაც ლიტერატურაში, გინდაც კინოში. ხო არის შემთხვევა, რომ ეგრეთ წოდებული ანტაგონისტი, ვილანი რა, ბოროტი პერსონაჟი გძულს, მაგრამ აფასებ იმის გამო რომ სამგანზომილებიანია. ხო, აფასებ რატო იცი, რაღაცაში პროფესიონალია, რა. ვოლტერ ხო, არ ვიცი, ისე ვოლდემორი ეხლა საზიზღარია, მაგრამ მაგარი ჯადოქარია. მორიარტი, ხო, გასფრინკი, ხო, ნაძირალა ამარა, ტიპს რა სისტემაა გაწყობილი და ვიგო რომ შენი ყოფაც ვატირე, ცუდი ტიპი ხარ, მაგრამ რაღაც იმას იწევს შენში ინტერესს, სიმპათიას არ დავარქმევ, ინტერესს, ანუ განა გულშემატკივრო, რაღაც მომენტ შეიძლება თანაუგრძნო ტიპს, რომ აი იმიტომ გახდა ესეთი, რომ გახდა და ისეთი არის რა, ინტერესს იწევს, არა გულშემატკივრო. ეს ხალხი მართლა რა უბედურება არის, გამორჩეულად პრიმიტიული ტიპები და აი რუსაწყენად პრიმიტიული. კი, აი რაღაც სიყეყეჩე, აი სახეში, თვალებში, მზერაში. აი მე ვფიქრობ, რომ აი მანტია ზოგადად მოსამართლეების პრობლემაა როგორ ჩანს და აი ეს მანტია აი ამის შესანიღბად არის აი სულ პარიკები რო ქონდათ ხოლმე აი ეგეც რო რაღაც პრო სოლიდური იერი რომ მიეცეთ ამათ ეს მანტია არ შველის რაღაც პარიკებით ჭირდება ხო ეგ იდეაა ხო აი იცი შემოიღებენ ახლა კი და აი ეს ვნება რომ აი სად ჩდებიან ეს ერთად მოსამართლეები არც სადღაც ოპერაში ან რაღაც აი ინტელექტუალური რაღაც დასვენების ფორმა რომ მოიფიქრონ ან რაღაც აი აბა გინდა მითხრა მაგაზე აი ბოდიში გამაძღარი რომ აკეთებ კომენტარს და ღვინო რო იცის მილში იმას რო ებძვი რა ქვია ხო აი რაღაც ეგეთი ხორცო ებძვიან კარგი არ დავასახელებ ხა რა მიზეზების გამო ხა იმ ადამიანს კიდე პროცესი ექნება ვინც მოწმეთ იყო შესული მან მითხრა რომ მოსამართლეო, აი როცა განიხილავენ სად დაიჭირეს და სამბოდრო რომ აქ დამარცხეს რაღაც. მისი ორიენტირიო, როცა კითხვებს სვამდაო. ის კი არისო, რომ აი სად მოხდა ოპერასთან, ცისფერ გალერეასთან. ორიენტირად იღებდა ზარას მაღაზია, კორსო იტალიას მაღაზია. ანუ წარმოიდგინეთ, რომ მისი ოპერის შენობა არ არის როგორ არის იცის ოპერა სად არის და ცისფერი გალერეაც იცის და ქართუეციც იცის მაგრამ სადგება გეტყვის რომ ზარასთან დგავარ მასიმო დუტისთან დგავარ იმიტომ რომ კი ორივე შენობა იცის მაგრამ მისი ის არა ფიქრით იქ არის რა აი მისი ფილტრია ხო აი მისი ფილტრია ახლა აი ვინ გვახსენდება აი ახლა გოგი ამბავს მოყვებოდა იქ მისთვის ეს მუზეუმი სად არის კინო სად არის რაღაც აი ესეთი ის ექნებოდა საყრდენები ხო? ვიღაც გეტყვის ბუკინისტები რომ დგანან იქ. ეს ამბობს ზარა. ხო, კი. მე მსგავსი არაფერს შუაში არ არის, მაგრამ დაახლოებით ერთი თვის წინ მოდიოდი რესპუბლიკის მოედანთან გამოვიდა ვიღაც ტიპი გამოვარდა ხა მე ეხა სადავარო მეკითხება და მეთქი დავიბენი უცებ რაღაც მოვიხილ მეთქი რესპუბლიკის რომელ პლანეტაზე გაარო გადისტონი და მეთქი დაახლოებით ველოსიპედთან მეთქი თუ რაღაცა ტელეფონზე ველოსიპედთან ვარ დაახლოებით მოვდივარ ველოსიპედთან არის მაგრამ აქეთ მხარეს იყო რესპუბლიკის მოედნის მაგრამ
დავიბენი, ანუ ვერ მივხვდი რომ ივერიასთან, მაგრამ ივე ვის უხსნის ხო, და მე ჩაჯდა და გავარდა და მე უცხო პლანეტი. შეიძლება მართლა ძალიან ზოგადი კითხვა ქონდა, სად ვარ? რომელ პლანეტაზე? არა, ჩვენ საზოგადოება სად ვარ? ეხა რა ეტაპზე ვარ? კითხა და შენ კიდე ველოსიპედიო. გეთქვა რომ ვართ აი პროცესების შუაგულში. პროცესების შუაგულში. ცოტა თან ცადე რომ ეს კი, შვენიერი. გამელაითებინე რაღაცა იმაზე ვფიქრობ რომ დეკორი თქვი რაღაცა ისაგებს შენ. ხო, ამ მოსამართლეებს რო ვთქვა, ხო, თან გამოჩნდა რომ აი განათლება, ხო, ბიოგრაფიას რო კითხულობ. ფაქტობრივად განათლება არ აქვს. ხო, ვიღაცები სისხლის ბათუმში განიხილავდა მოსამართლეები იურიდიული განათლება. გპ-ში აქვს რაღაც გპ-ში ყოფილა რაღაც ჰუმანიტარული, ხო, მესმის ახლა ძალიან კაი ფაკულტეტი. ხო და ახლა ეს რა არის, იცით? აი საკონსტიტუციო სასამართლოში ბევრად კვალიფიციური იურისტები არიან, მაგრამ შედეგი ერთი და იგივეა, მეორე მხრივ შეიძლება ამის გამო რომ ცუდი განათლება აქვს, არაბულინგო. ანუ მან ასდაკს საერთოდ არ ქონდა. სხვათა შორის მაგაზე მაგ შეიძლება არ არის პოპულარული აზრი. ყველა რო ესაჯულებს მაგის გამოც ებრძვიან ნაფიც მსაჯულებს, რომ აი ამ გადაწყვეტილების მიღებისას მის კვალიფიკაციაზე მნიშვნელოვანი არის მიუკერძოებლობა, ხო? აი ეგ ბერკეტი არ უნდათ რომ ხელიდან გაუშვან, თორე რა გახდა ამ რეფორმის გატარება, ხო? აბა. დამთავრდება ამ ლაპარაკი არის მიკერძოებული თუ მიუკერძოებელი. შეიძლება არ არის პოპულარული, მაგრამ კავკასიური ცარცის რა ნორმალური სპექტაკლია. არა, კარგი სპექტაკლია, შეიძლება. ეგ უდაოდ. მე კამათოთ, მაგრამ კაია. ყველა რომ ესე იწყებენ ხა რასაც ვიტყვი არაპოპულარული. არა, ეს იმდენად არაპოპულარული არ არის, მაგრამ განათლება. ანუ გასაგებია რომ ჟურნალისტი შეიძლება იყოს ნებისმიერი პროფესიის განათლების მქონე ადამიანი, ხო, ისწავლა არ ვიცი. ფილოსოფია, მაგრამ წერა მოუნდა რა. და რაღაცის გაშუქება. 2000. მაგრამ ხო არის კი, ხო, მე ჟურნალისტიკა მაგრამ შენ რა გითამთავრე? სოციოლოგია. კაი ხალხი ხო, ფიზიკის ფაკულტეტი. მე აგერ ნიკო მასწავლე. კი, და შევიქენი ჟურნალისტად და მეჯმე გამოვწევ. ხო, მაგრამ ხო არის რაღაცა პროფესია ხო ვერი ექიმებს არა ამ განათლების მქონე ადამიანი. ვისაც დიდი ხანი თავი არ აქვს ნახრელი ამ მასე რა ქვია, თეორიაზე და პრაქტიკაზე. და მოსამართლეც ეგეთი რაღაც არის, რა ამოდიერი რამდენ რაღაცას წყვეთ, ხო? მაგრამ მე მგონია რომ არის კიდე უფრო მნიშვნელოვანი რაღაც. რა, ყაველაშვილზე დავფიქრდი. ყველანი ვახურებდით იმაზე, რომ გაუნათლებელი. კი ბატონო. მაგრამ მე მგონი მანდ უფრო ზნეობაზე და მორალზე არის რა ლაპარაკი. და თუ ზნეობრივად სწორი ტიპი ხარ, ეგ არის კარგი მეხამრით. გასაგებია რომ გაუნათლებლობა კარგი საშენი მასალაა ცუდი რაღაცებისთვის. რა გაუნათლებელი ხარ და ის მოგატყუებს, გეტყვის რაღაცას დაგაჯერებს, სულ რამეს გაგაკეთებინებს. იმიტომ რომ შენ არანაირი ფილტრი არ აქვს ამის. მეორე მხრივ, თუ ჟოზე სარამაგოს მასე რა ქვია, ნობელის სიტყვაში კაი. ნიკო ჩაურთო პორტუგალიელი ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი. სხვათა შორის არის ესეთი ვერსია, რომ 99-ში ორ ადამიანს შორის კეთდებოდა არჩევანია ჟოზე სარამაგოსა და ოთარ ჭილაძეს შორის. არავინ არ იცის 50 წლის მერე გვეცოდინება, მაგრამ არის ეგეთი ურბანული ლეგენდები, მაგედანაც შევანავსო. ხო და სარამაგო ამბობდა რომ ყველაზე ბრძენი კაცი ვინც კი მინახავსო, იყო ბაბუაჩემი, რომელმაც წერა და კითხვაც კი არ იცოდაო. აი ესე ღორებს მიერეკებოდა მთელი დღე, მაგრამ ბრძენი ადამიანი იყო რა. და აბა თავის მეზობლებისთვის ეკითხა ის თავისი ბაბუა რა იყო, იმიტომ იყო. არა, მესმის. სორომოგოები ამბობდნენ რომ ბაბუა მის მაგარი. გასაგებია რომ ეხლა ნობელის სიტყვას რო ამბობ, შეგიძლია რომ რაღაცების უტრირება მოახდინო. ანუ მგონია რომ ზნეობა და მორალი, რაც ალბათ არის სწავლება, კარგი მეხამრიდია იმისთვის, რომ თუ გააკეთე, რო გეუბნებიან რომ შენ უნდა გახდე პრეზიდენტი, თუ ხვდები კაი ზმობ რა, ის პრეზიდენტი უნდა გავხდე მე. იმიტომ რომ არ ვიცი რა, არ ვიცი როგორ კეთდება ეს, რა ვაკეთო. ესე იგი ეს მორალი და ზნეობა გათქმევინებს უარს ამაზე. და ასევე გათქმევინებს უარს იმაზე, რო გეუბნებიან რომ რაც გინდა ის უქენი რომ დაიჭირდა ცემე მანქანაში არ გაგაკეთებინებს, პირში არ შეგაფურთხებინებს. უდანაშაულო ადამიანს არ გაგაშვებინებს ციხეში, იმიტომ რომ შენ სინდისთან საღამოს გინდა რომ ძილის წინ შვიდად გინდა რომ გეძინოს. ანუ ზნეობრივ ადამიანს ალბათ უნდა რომ შვიდად ძილის საშუალება ჰქონდეს. მანდ განათლება ეგრე მგონია რომ მეორე ხარისხოვანია უფრო. თუმცა
მოსამართლის განათლება ჭირდება. აი მე როგორც ყოფილი ფიზიკოსი და მათემატიკა არის ესეთი აუცილებელი და საკმარისი პირობები. ხო. იმისთვის რომ კარგი მოსამართლე იყო, აუცილებელი პირობაა რომ იყო წესიერი. ხო. გინდოდეს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. თუ ეს არ გინდა, კარგი მოსამართლე ვერ იქნება. ანუ ეს არის აუცილებელი პირობა. მაგრამ არ არის საკმარისი. საკმარისია რომ კომპეტენცია გქონდეს, რომ აი მას მოусმინო. უყურე, წინასწარ განზრახვის გარეშე შეიძლება შეცდომაში შევიდეს ადამიანი, ხო? იმიტომ რომ 10 მხარი არის. ყველა ამბობს რომ მოწმე ვარ, მე ესე დავინახე, მე ისე დავინახე, შენ გჭირდება ის განათლება, ის ცოდნა, ის კანონების, იმ კრიმინალისტიკის პრეცედენტები რაღაცა. ბევრი რამე რო ერთმანეთში გადაულო, გაანალიზო, გამორიცხო და რაღაც. ანუ პატიოსანი, წესიერი, მორალურად გამართული ადამიანი უნდა იყოს. ეს არის აუცილებელი პირობა, მაგრამ საკმარისი არ არის. შეიძლება ასეთი იყოს, მაგრამ ეს კომპეტენცია არ ქონდეს და ვიღაცა მოგატყუო შეცდომაში შეიყვანოს. აი, როცა აი საშენი მასალაა მოტყუებისთვის მეთქი, მაგას გულისხმობ. ხო, აი ის რომ აი პირველი რიგის ამოცანა არის რომ ეს ადამიანები, მანტია მოსხმული ადამიანები და უპარიკო ჯერ, ხო, თუმცა უნდა იყვნენ წესიერები. ანუ იქ რომ ვიღაცა ეუბნება აი შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ აი რაღაცნაირად სისტემა არის ისეთი, ვიღაცას მოაქვს ამბავი, ვინ ვიღაცა, ვინც აი კლანის თავში დგას, თავრობიდან მოაქვს, რომ აი პოლიტიკა გვაქვს ესეთი, რომ აი ამ საქმეებზე ვიღებთ ასეთ გადაწყვეტილებებს, იმიტომ რომ წარმოუდგენელი არის აი ესეთ კონვეირივით იღებ და ერთი და იგივე გადაწყვეტილებებს შტამპავდე და აგდებდე შტა. აი ახლა რო გადავიდეთ ისე კონკრეტულ საქმეზე, აი ეს ამაღლობელი, ხო? ზია ამაღლობელი საქმე. ახლა ეს მოსამართლის დასაბუთება იყო, აი ნუ აი არანაირ კრიტიკას არ უწევს, ხო? პოლიციის უფროსია ლაპარაკი, განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს, ხო? და მოწმეებზე ზეწო ყველა მოწმე პოლიციური ჩანს კამერაზე ჯერ ზაპარი ხო ხო აი ესეთი რაღაცა და ესე რა ქვია მტკიცებულებების წაშლის ხო და მაგასაც უყურეთ რა ეხა დაუშვათ მე ლაპარაკობ იმ მხარეზე ვინც მხარს უჭერს ქართულ ოცნებას ან მისი ამომრჩეველია ხო აი რაღაც უსამართლობის განცდა ხო უნდა კტანჯავდეს თუ უჭერ შენ რომელიღაც პარტიას მხარს და აი ხა ესეთი ცხელი პროცესები მიდის და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მედიის ხელმძღვანელი და რედაქტორი დაიჭირეს და ფიქრობ რა დააჩავა რა დაუშვათ ფიქრობ რომ დასაჭერი იყო და უსმენ ხა ამ დასაბუთებას და ეჭვი არ გეპარება რომ ეს არასწორია მაშინ ანუ კაპიკია მართლა შენი ფასი რა. კი. და ფიქრობ რაზე რომ ხელი გაარტყა. იმას რა ქვია. ამ კაც მანამდე არ იცი რა უთხრეს, რა შეურაცხყოფა მიაყენეს. აი და ამის გამო და გესმის მე რომ ამას სიცხლით დაუჭერი, გავეშებული ადამიანის ნათქვამი. და ეჭვი არ გეპარება რომ აი შენ შვილს ან შენ თვითონ რომ მსგავსი ვიღაცა რაღაც გაგიკეთო 7 წლით თავისუფლება თავარს ალბათ ვიღაცისთვის თავისუფლება უფრო მეტია ვიდრე სიცოცხლე ხო ეგრეა ფაქტია და ეჭვი არ გიჩნდება რომ იქნება არასწორად იქცევა ის ხალხი ვისაც მომივეც მაშინ ძალიან დიდი პრობლემა გაქვს ადამიანობაში რასაკვირველია თან აწუხებს ხოლმე სულ რომ წინასწარ პატიმრობაზეა თან ნიკოლა ბარაკი ხო არანაირი აუცილებლობა წინასწარ პატიმრობაში დატოვების არ არის თან ხო პრეცედენტია თან ხო რაღაც უწყვეტი პროცესი გვაქვს ეს 1000-ში ერთხელ ხო არ ხდება რაღაც ეს წინასწარი პატიმრობის ან მისჯა ან გირაოთი შეცვლა ხო აი გვაქვს პრეცედენტი ოლიმპიური ჩემპიონი და ქართული ოცნების დეპუტატი ზურაბ ზვიადაური ხო რომელმაც ახლა კაი რა სიტუაციაც იყო როგორც იყო კაცია მოგდული ხო ხო ახლა აუცილებელი მოგერიება იყო თუ არ იყო თუ ის იყო ხო სასამართლომ გადაწყვიტოს ის და მიუსაჯოს ამდენზე არ არის წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს მისი გავლენები და მზია ამაღლობლის გავლენები ხო შეადარე ერთმანეთს ვის შეუძლია გამოძიებაზე ზეწოლის მოხდენა ან გავლენის მოხდენა ან მიმალვა ან რაღაცები აი ნუ აი რანაირად შეიძლება ეს ასწორის ერთებს ხო და ვინც აი ეგეთი სტანდარტი თუ გება ესე იგი ადამიანობაში დიდი ჯერ ეს ერთი სასამართლო მე აი რაც ვიცი რა მინდოდა ბებია ჩემს უნდა რომ იურისტი გამხდარიყავი და რაღაცებს კითხულობდი ხომ ბებია ჩემს უნდა რომ კაბინეტი მქონოდა ანუ თავარი
მისოლა თავი კაბინეტი და მე შემოვიდა ხოლმე. იყო რაღაც სიმბოლოები. ხო და აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა არის უკიდურესი შემთხვევა. სახელმწიფოს არ უნდა უნდოდეს, რომ შენ პატიმრობაში გაგიშვას, იმიტომ რომ შენ უდანაშაულო ხარ სახელმწიფოს თვალში, მანამ სანამ არ დადასტურდება და დადასტურებაც იმაზეა, ხო, ბრალდების მხარეზეა. თუ არ არსებობს არანაირი რისკი და როგორ შეიძლება რომ ადამიანი რომელიც არ გაექცა, არ მეემალა ასლან აბაშიძეს, შევარდნაძე, არც ერთ სააკაშვილს, არც ერთ მთავრობას და ებრძოდა ყველას, ის გაიქცეს ეხა და მზია მაღლობელმა რა გავლენა უნდა მოახდინოს მოწმეზე, იმიტომ რომ ყველა ჩანს, ჯერ ესეთი მოწმე ვიდეოში და მტკიცებულებაც ყველასთვის ნათელია. და როცა იღებს აი ესეთ ცხელ მომენტში სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ეგეთ გადაწყვეტილებებს და ვიღაცას პროტესტი არ უჩნდება, ეგ არის არაადამიანობა, მეშვიდეთ ვიძახი, იმიტომ რომ ძალიან მაწუხებს რა მართლა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში თუ რაღაც ეს პროტესტი გაიმარჯვებს და იმედია რომ ასე იქნება. ხო მართლა ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, ესე ხო არა? მე მგონი ძალიან დიდი დრო დაჭირდება ძალიან დიდი დრო დაჭირდება სახელმწიფო სამსახურებში იმის ახსნას და კეთილინება ამისთვის საჭირო რომ შენ სახელმწიფოს მსახური ხარ და არა პარტიის. ისევე როგორც პოლიციაში. ეგ არ იქნება იოლი, ეგ ბევრი წლის თითქოს ეგ განცდა წლების განმავლობაში იყო რომ პატრული ხო არ არის რაღაც იმის პარტიის და რომელიღაც ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის მსახური და რაღაც ბევრი იყო გაკეთებული თვითონ პატრულის ოფიცრების მხრიდანაც და საზოგადოებისგანაც რომ ეგეთი აღქმა არ ყოფილიყო რომ ვიღაცის აი ვემსახურების საქართველოს დიდწილად ბევრს ჯეროს. ხო შეიძინა, ნელ-ნელა შეიძინა თავისი. კი და ახლა რომ როდესაც შენს თვალწინ დანაშაული ხდება შენ არ რეაგირებ, დამნაშავე მიდის პერიოდულად ბრუნდება, აგინებს მსხვერპლს და შენ ისე შორი ახლოს მიყვები, ხო, ნუ რაღაცნაირად ძნელია ლაპარაკი. შენ ემსახურე, შენ როგორც ჩანს სავარაუდოდ არ ვიცი დავალება გაქვს მიღებული, რომ ნუ ჩაერევი, როდესაც ბიტებიანი ხალხი ქუჩაში დარბის და სხვას წემს და შემდეგ ჯერზე გერბიჭაშვილს რო ქონდა ეს. ძალიან სასაცილოა. ანუ რაღაც ცოტა მოძველ ბიჭო ტიპები იყვნენ გამოსული და წადით იმუშაოთ რა გაფიცვა ეგეთ ჩვენ მერის თანამშრომლები აღმოჩნდა ბევრი ხო და ის ახლა გვარზე ახლა შემხვდა ბევრი ასევე განსხვავებული აზრები რომ ბერბიჭაიო რა არ უნდა დავაბულინგოთ კაცო ეს ეგეც მორალის ნაწილია ხო? მაგრამ ახლა ბერბიჭაშვილი რო ხარ ცოტა მეტი პასუხისგებლობა გვართებს კარგი ტიპი სულ უნდა გაამართლოს არა და როგორც გავრცელდა კიდე ინფორმაცია ჰოტდოგებს ან ჰოტდოგების გაყიდვაზე პრობლემა კი არა მაქვს გაყიდოს მაგან ბერბიჭაშვილმაც მაგრამ არა ჰოტდოგებს რო ყიდი რაღაცზე დარდოფ ხა ვინ გაიფიცება დოლიძეზე ეგ ხო და მაგას ვამბობ ანუ შენი ინიციატივით ხო არ აკეთებ მაგას რა ყველა ვარიანტში ვიღაცამ დაგავალა და არა ესე ვიშიშობდნენ რომ პოლიციელს ხელი შემივარდა ის არ გინახავს მანამდე რა ხდებოდა შეკანა არა უყურე როგორი რა ძირს დაგდებულ ადამიანებს ციხს რო უტყამდნენ თავში და არც ვიცით ვინ არიან და რა ესენი საქმე მაშინ აღიზრება ხოლმე რომ ქუჩაში ბიტებიანი ხალხი რო დარბის და იმისი მაკაჩი ხლაძის თავზე რო გემდი არ დაუჭერიათ არც ერთი კაცო იცი ყველა მიცის ვინ არის და გარეთ არჩევა დადიან ამაზეც ვლაპარაკობდი ჩერჩევით დილას ონლაინ თათბირი ქონდა შერჩევითი სამართალის აი ისევ შერჩევითი სამართალის აი ყოველდღიური მე მგონი ეგ ეტაპი გავიარეთ აი როგორც რუსეთში ბელორუსში როდესაც ჟურნალისტს წემენ ან ოპოზიციონერ პოლიტიკოს იშვიათები დარჩენ მაგრამ თუ სადმე სადარბაზოსთან დახვდებიან თავს გაუტეხავენ გალახავენ არავინ არ იწყებს ვიშვის რომ რატომ არ მოვიდა პროკურატურა რატომ არ დაიჭირეს პოლიციელი ან თავდასხმელი ეს ჩვეულებრივია ახალი ნორმალურობაა იქა და ჩვენც უკვე ამ იმაში შევდივართ ყველა კანონი რაც იწერება აი ფრანკოს თუ მუსოლინის მიეწერება რომ ესე არის რა მეგობრებს ყველაფერი ტრებს კანონები ოპონენტებისთვის იღებენ ამ კანონებს როგორ ოპერატიულად იღებდნენ, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოდიოდა, სულ ახსენებენ ნებისმიერ დანაშაულს, ეს არის სისტემური დანაშაული. აი, როგორი ოპერატიულად ხდება ამ სისტემური დანაშაულის ჩადენა? აი, გუშინ მიტინგზე რაღაცა რომ მოხდება, ხო? დღეს კანონად აქცევენ, რომ ის აღარ განმეორდეს. აი, ისეთი ოპერატიულობა აქვს. მე ვფიქრობ, აი ეს ახალ ნორმალურობაში, აი ეს მზია ამაღლობელზე თავდასხმა, იქ ზვიად ქორიძესთან გაჭიმვა და ეს პროვოკაციის გამოწვევა, მე ვფიქრობ რაღაც
მედიას არასოდეს ულხინდა ამ ქვეყანაში და არც ბოლო მართველი პარტიის ხელში, მაგრამ ახალი რეალობის მოტანას ცდილობენ. აი როგორი რაღაცა არის, იცი? აქამდე თვლიდნენ, მე ვფიქრობ, რომ აი ეს თავიანთი პროპაგანდისტული არხები რაღაცნაირად ქმნიდნენ ამინც და ეს საკმარისი იყო. აი ტვინს ურეცხავს, გარწმუნებს, აი რაღაც სრულიად წარმოუდგენელ რეალობას ქმნის და ეს საკმარისი იყო, მაგრამ ახლა აღარ არის საკმარისი. რატომ იცი? აი მოქალაქეს რა აკვირე პროპაგანდა რასაკეთებს? აი იმის ფაშისტების დროსაც გერმანიაში ხო ნაცისტების დროსაც იქ იყო რომ აი ცალკეული ადამიანის თავგანწირვას ან სამართლიან ან აშკაცურ გადაწყვეტილება აზრი არა არავინ დაინახავს ამას აი თითქოს აი მომავლის ანა არენცავს ეს მომავლის დროის ჭუჭრუტანები აი დახშულია ვერავინ ვერ ხედავს აქ ახლა ხო უამრავი აი ესეთი ჩვენი თანამოქალაქის ახალგაზრდი შვილის სტოლის მამის სტოლის ხო უამრავ ასეთ ვაშკაცურ ეს აღმაფრთოვანებელ გადაწყვეტილებას ხედავ და ეს შეუმჩნეველი არ რჩება და ეს გადამდებია. ხო. გადამდებია ეს აი როგორი რაღაცა არის, იცი რომ რაღაცას აკეთებ და შენ არ ახარ მარტო და ხვდები რომ შენ რაღაც წილი შეგაქვს, ხო? აი მე ვფიქრობ რომ აი ამ ჭუჭრუტანების რაღაც ამოსებასაც დაიწყებენ აი ამ ახალ ნორმალურობაში თუ ეს არ შეჩერდა. ხო, მაგის თქმა მინდოდა წეგან და გეთანხმები და დამალულს. თითქოს პროპაგანდით ჯობნიან ის იმედი და ისინი, მაგრამ აი ეს ხო. მე ვფიქრობ ეს დიდწილად ასაზრდოებს ამ პროტესტს, რომ აი ეს დროის ჭუჭრუტანები ღია არის და აი ცალკეული ადამიანის თავგანწირვა და გმირობა, ხო, ფასდება და საზოგადოებაში გამოძახილს პოულობს და ეს რაღაცნაირად აზიანებს სისტემას და რეჟიმს. ხო და მაგასაც ხვდებიან, რა თქმა უნდა. და მაგის თქმა მინდოდა წერნალე გამოვჩე, რომ ძალიან არასწორი მგონია ვიღაცების ნათქვამი რომ აი ძირი აქ გამომპალი იშლება აბა ხვალ ზეგ როდის ველოდოთ მაზებ 7-ის ნახევარზე ეგ არასწორია ანუ გასაგები კარგია ის როგორ შეიძლება ამაზე ითქვას კარგია მეთქი მაგრამ კარგია ის რომ მხოლოდ ძალაღა დარჩათ იმიტომ რომ სხვა დიდი არაფერი ანუ სიმართლე არ აქვს ამიტომაც არიან ძალაზე მაგრამ ეს ძალა აქვს ხო ფაქტია რომ ვერ გაიქცევი იმას, რომ წყლის ჭავლის მანქანაც ყავთ ისევ. ეს მოსამართლეების ინსტრუმენტად აქვს. ყველაფერი მოკლედ. და არ უნდა ჩავარდეს, არ უნდა ჩავცვიდეთ მეც მივაკუთვნებ რა თქმა უნდა. იმ ილუზიაში რომ ეს უძალოები არიან. მეორე მხრივ, ძალა უძალოთა რაც არის, ჩვენ მხარესაც არის ეგ ძალა. არა იარაღი, არა რაღაც ძალის მიერი, მაგრამ ეს ერთიანობა ცხადია ძალას წარმოადგენს და ის არატისეული დროის ჭუჭრუტანები და ცალკეული ადამიანები, რომლებიც შენ არდანებების საშუალებას გაძლევენ. და გეთანხმები რომ ეგენი მიხვდნენ. მართლა ისინი სულელები კი არ არიან, კაცო, ხვდებიან ყველაფერს. აი გუშინ იმას უსმენდი, რა ქვია, მარინა შიტაშვილს და ძალიან სწორი რაღაც თქვა, რომ მეო ყობახიძეზე ამბობს, მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებში კი არ მეპარება, ვიცი რომ რაღაც ორი წიგნი აქვს დაწერილი კარგი კონსტიტუციონალისტიაო და როცა ის ამბობს რომ იქ მხოლოდ ნაცები დგანანო ხვდები რომ ეს მისი შეცნობა კი არ არის ეს განზრახ პროპაგანდის ის არისო რა თქმა უნდა ხვდებია მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან დასცინიან იმ ადამიანებს ვინც იჯერებს რომ კაცების გათხოვება ვიღაცებს ხო ჯერათ მაგისი და ესენი ეუბნებიან და მე ალბათ დასცინიან თავიანთი იმებში შეკრებებზე და სმის დროს რომ აი რეებს ჭამენ ეს ადამიანები როგორ იჯერებენ ამ ყველაფერს ხო აი აუ ხო და ხვდებიან რა თქმა უნდა და დაიწყებენ მანდაც და ეგ არის გასაძლები რა თქმა უნდა და მალე კი არა ეს მარათონული ის არის ბრძოლა რა უნდა მივიდეს ხო ხო აი ახლა ვინ იტყვის რომ კრიზისის მანიშნებელი არ არის ის რომ აი ახლა გახარია რომ გალახეს ეს რა არის ხო ბაბა აი სხვა არგუმენტი რო არა გაქვს სიტყვაზე და ან ის რაც ორი დღე წინ დუბაიში მოხდა ხო კი ის მანიშნებელია რა არის პირველ დღეს თვითონ არაფერი არ უხდეს და მეორე დღეს სპეციალურ განზრახ ჩავდნენ იმისთვის რომ ეცე ხო ბოლო არგუმენტი არის რომ ფიზიკურად ჩვენ მეტი შეგვიძლია ბოლო არგუმენტი ამის იქით რა ნუ აღარ რჩება ხო არ არის სხვა არგუმენტი ხო და ერთად მაგაზე ამ ოპტიმისტურ ნოტზე დავდავოთ გინდა ნიკო არა მე საბოლოო ჯამში ოპტიმისტურია თუ ის არის ჩაქინდრები მაქვს ხოლმე რა რომელ საათზე მეკითხები როგორ ხარ რო გააჩი ბუნებრივია დღეს ცოტა ისე ვარ ხოლმე საღამოობით ბუნებრივია აი ის მოჭიდავეებს რო აქვთ ხოლმე რომ აი კლარძუნობენ ეს დიდი წონის მოჭიდავეები რო არიან და ვერავინ ვერაფერს ვაკეთებს მე ხო
თავს კლასიკური არის ეს ბერძნულ-რომაული თავის ჩაღუნვა უკვე ეს არის თავი თუ ჩაგაღუნია ეს არის მოკლედ თავი არ უნდა ჩაღუნვა ხო მოკლედ როცა ვერაფერს ვერ აკეთებენ ეს ხელებს ააწევინებენ ეს თავისუფლად არის წელში რო შედიან ხო ეს უნდა მოგიდო და აი აქ ახლა უკვე ფიზიკური ძალაც არის ოსტატობაც საჭიროა და რაც თავარია ნების ყოფა და გრადი ფსიქიკა რომ იმიტომ რომ მოჭიდავესთან წელში რო შედიხარ ამაზე გვილაპარაკია მედანიკოს ჭიდაობა ხო იმიტომ რომ ინსტინქტი გაქვს რომ მიბრუნდე იმიტომ რომ დაუცველი ხარ გაიგეთ აი ახლა არის საზოგადოება ხელისუფლებასთან აი ესე წელში შესული და აი ვინ აიღებს ქულას და ვინ გადაიყვანს ვის ჩოგბჯენში აი ეს ძველი სათქმე შოგბჯენი ესეთია რა იყო იმიტომ რომ ფიქრებით არის დუბაიში არა დუბაიში ფიქრებით არ მე მაბულინგება რომ მე ხალხს ვაწყვეტინებ ხოლმე და ემეშვები და ფიქრობ რომ არა რაღაც დროს მორჩება წეში გავიდა რა ისე რამდენი ხანია ლაპარაკობ ეცად ანუ გავიდა უკვე გაილბინა ხო და რა შვები ბოლოში მას ვაკეთებთ ხოლმე კომენტარებს გითხობ რომ თუ კიდევ იმეს რამე დარჩა გულში რა მოიგოს სულში და ასე შემდეგ და კომენტარები გქონდა წინაზე ანუ ერთი მე დამცინია რომ პენსიაზე ვლაპარაკობდით რომ პარლამენტარის პენსიის მომატება პენსიის არა ხელფასის ანუ პენსიონერის ფული შემოსავალი და პარლამენტის პენსიებს რატო პენსია გაზარდეს 35 ლარი და ხელფასი გაზარდეს 2.5-ჯერ ხო ანუ 250%-ით აქ გაზარდეს პროცენტულად რო ავიღოთ 35 აი ალბათ არის 8-7%-ით ხო ძირითან ხო ბადრუკად პატარა პროცენტით პატარა ლუკა წერს რომ მე სოროსი ბიძიას მოუწოდებო ჯიმის გაუხსნას თავისი გადაცემა სადაც სიტყვას არავინ შეაწყვეტინებს რომ ნიკოს დააკლოს დოლარებიო მაგით არ ხომ ჩუმად იმიტომ რომ ბევრი არაერთი კომენტარი შემხვდა ესეთი მსგავსი ტენდენცია და მე ატყობ რომ ეთყობა რაღაცა ის იყო ხშირად აწყვეტინებდი ადამიანს რომ რატო დაწერდა იქამდე მაინც ვერ მიხვალთ ის ორი ტიპი რო არის რა ქვია შტეკერა და რატო ვერ მიხვალთ გაწყვეტინება ჩემი დათო როგორ ვერ მივალთ ანა წერს რომ ნიკოს attitude მინდა ვიყო nerd და რაც არ უნდა სისულელე თქვა უფლება მაქვს იმიტომ რომ by default თქვენზე ჭკვიანი ვარ და მეტი ვიცი მარტო თბილისურს ანა სამი სიტყვა გავიგე რაღაცა ისქენი ქართულად დაწერე ცოტა attitude და nerd ადრე ერთი კომენტარი შემხვდა ეგრე რომ ნიკო რა ნერდიაო და მე დაუწერე იქა რომ ეს ნერგაძე კი არა ნერდაძეა ო შენ სიტყვები თამაში ძალიან გიყვარს რაზე დაგცინია ხოლმე უმეტესად მე აი ზოგადად რო გიწერენ კომენტარები ნაკლებად დაგცინია ხოლმე რაღაცა არა ან გვაგინე ხო დაცინით არა ჯობია გვაგინო ვიდრე დაგცინო მე ჩემს ისე ნიკოს რო კითხე ძველ ბიჭობაზე და იმაზე ნიკურე როგორ თვითონ ეს მორიდებული კაცია ჯერ ხო ფესვები აქვს ნახალოკაში სვენეთის უბანი და რამე ხო და მე უყურე ნიკოს პაპა ხო ძალიან ცნობილია მე-20 საუკუნის სულხანსაბა ეს მიხეილ ჭაბაშვილი და მიშას ძმა კანონიერი ქურდი იყო. ხო, აი ნიკო შეეძლო ესე იგი ანაკეთ ანიკი. აი ნამდვილი გზაგასაყარი რო არის ხოლმე. ვიცი რა საოცარი ისტორიები გვაქვს. ხო და ნიკო მაირჩია მეცნიერება და მიხო კანონიერი არა? არა არც ესა. ანუ დააგდეთ პაპის ძმის გზა? რაღაც ტრადიციები ასა სანდროს არა აქვს რაღაც სკილები რა. იცი რა ის კაცი სულმლათი 27 წელს მოკლეს ციხიდან გაქცევით ვერ მოვესწარი ცოტათი ავწდით რა. ხო აი ძალიან ხო გეუნე მე ციხიდან გაქცევის ბეზრდება გამეორება აი თბილისზე და ზოგადად მოგონებები ეს აი კლასიკა არის მიხეილ ჭაბაშვილის მოგონებები აი ძალიან სულ ცოტა ერთ სამჯერ მაქვს აკითხული ალბათ ესე გადაფანქროჯანო კი აი იცი როგორია აი ვერ მოიწყენ და აი სულ აი ისეთი ყოფის აი როგორ ცხოვრობ პირველი ნაწილი განსაკუთრებით ორი ნაწილია ერთი რაც მოგონებები ძველი თბილისი რაღაცები ომის ამბები მაგებს იხსენებს და მეორე არის ასევე ძალიან საინტერესო ენათმეცნიერების ინსტიტუტის აი ქალაქის ყოფაც ეს დროის ტიპები ვინც იყვნენ ინტელექტუალური ელიტა რა ომში ნამყოფი აი ძალიან მაგარი არის ისა ვიღაც ნაცნობ ქალზე რო ყვება რომ იქ უკარება იყო თბილისელის ფრონტზე და იქ ხო ახლა მე მოდიოდა რა ხალხი ახლა უნდა დაიღუპონ და იქ რაღაცა და უკარება იყო ეს თბილისელი ქალი იყო რომელსაც იცნობდა და მე ისე და ისა რუსულად გეწოდინება რას უძახოდნენ ამ ქალწულებს და რაღაცებს და კლიჩკა ქონდა ვიტამინ C აი ეგეთი დეტალები აქვს ძალიან
აი მეორე ეგეთი წონის წიგნი ახტანგ ბერიძის მოგონებებით ძალიან სერიოზული გაიწიგნა. ლირიული გადახურვა. და მთავარი თამაშობაში გავიდათ, რომ მე მინდა რომ ეს მოუწოდოთ ჩვენს მაყურებელს, რომ დაგვიწერეთ თქვათ გორგილაძის სტუმრად ვისი სულმდით რა. ჩვენ სტუმრათაც და გორგილაძის სტუმრათაც. ჩვენ ახლა მოგვიყვება ტრადიციას გავაკეთებთ, რომ ყოველ გადაგა. კი, ესე მე და ქორიძე მოვილაპარაკეთ რომ მე შენ და ქორიძე მოვილაპარაკეთ, ვინ არის ქორიძე? საერთოდ რა მოვილაპარაკეთ ქორიძე? თუ ეში ხო არის 4 კვირა. ორჯერ სტუმარი შენ მოგხავს, ერთხელ ქორიძეს, ერთხელ მე და ესე გექნება. რა ჩემ ზურგს უკან ქორიძესთან მოლაპარაკებს, რატო აწარმოებს ჯერ ერთი? დამხმარე პერსონალთან რატო გაქვს ეს? ქორიძე ეს არის ხვალარი ქნება, ხო შემოიშკება. კი, ნიკო. რატო? შემდეგ უჩაბას მართლა არ არის. ანუ იმიტომ რომ ეს არის რომ ვითომ ქორიძეს ვკითხოთ და ქორიძე ნახევარი გადაცემები არ არის, ხან ვენეციაში დადის იმის გამოსაფენად, ფოტოების გამოსაფენად, ან ბერლინში დადის იმის გამოსაფენად. მე კომენტარებს რო ვიწერ. ნიკო ესეთი ნერდია იქიდან რო წერ. იქიდან წერს ხოლმე ხო და მე გავა და სადმე იქით ეკონს, რა ვიცი about blank-ში ბერქანის აღარ ვაკადრებ და რაღაცა ესე. ბერქანი უკვე განვლილი ეტაპია. ბერქანი მოძვევ და. აბა სად დადის ხო? about blank-ში არ დავდივარ. რატო რამე ის აქვს პირადი შუღლი რაღაცა ის არის რა. არ უშვებენ შეიძლება. იმ ხელმძღვანელობასთან კონდათ ჯახი ბოსაკ ბოსა ნიგერიულად არის ბოსაკ ბოსა ბახ ბახ. აი გავთიშო და მადლობა მეგობრებო. ვინმე თუ სტუმარი გინდა დაწერეთ, ხო ან ჩემთან გორგილაძესთან. ჩემთან თქვენ